რატომ ჩაეშალა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელების გამოსაკვებად გამოცხადებული ტენდერი? უწყება 300,000 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული ლანჩის შესასყიდად პოლიციელებისა და სპეცრაზმელებისთვის, რომლებიც აქციებზე დგანან. გამარჯვებულ კომპანიას 12 საათის განმავლობაში 5,000 კომპლექტი უნდა მიეწოდებინა სამინისტროსთვის. ტენდერში გამარჯვებულად კომპანია ჰოსპიტალს კეთერინგის სისტემსიც გამოიკვეთა, რომელთანაც ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო, თუმცა საბოლოოდ კომპანიამ საბანკო გარანტიის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარადგინა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის გამო სამინისტროს ბოქსების უტენდეროდ შეძენა მოუწია, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის. საყურადღებოა ისიც, რომ ამ უტენდერო შესყიდვების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს. ქეთი ნადიბაიძე არკვევს ამ და სხვა ჩაშლილი ტენდერების დეტალებს. დიახ, ამ სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ კონკრეტული კომპანიის მომსახურება სჭირდებოდა 2025 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, როგორც ჩანს, ძალოვანი უწყება მიჭერდა თადარიქს და წინასწარ გამოაცხადა მან ტენდერი, რომ პოლიცია და სპეცრაზმი უზრუნველყოფილი ყოფილიყო 2025 წლის პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთადერთი მონაწილე იყო ტენდერის, ეს არის შიპს ჰოსპიტალს კეთერინგ სისტემსი. ოფიციალური წყაროებში ვკითხულობთ, რომ თანამფლობელი ამ კომპანიის არის ექიმი ზაზა სინაურიძე. ეს იყო ერთადერთი პრეტენდენტი, რომელიც გავიდა ტენდერის დასკვნით ეტაპამდე და უკვე ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე შეიძლება ითქვას, მან გადაიფიქრა ამ ხელშეკრულების გაფორმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. არ წარადგინა ერთ-ერთი სავალდებულო, თუმცა ძალიან ფორმალური და მარტივად წარსადგენი დოკუმენტაცია, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული დოკუმენტები, შესაბამისად დაექვემდებარა დისკვალიფიკაციას და ტენდერი ჩაიშალა. ამ ფაქტიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ამ კომპანიამ გამიზნულად გააკეთა, რათა არ გაფორმებულიყო ხელშეკრულება. ფაქტი არის ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ტენდერი ჩაიშალა, 300,000 ლარიან ტენდერზე არის საუბარი, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ლანჩბოქსები უნდა შეეძინა ამ კომპანიისგან. რამდენიმე დეტალს გეტყვით, მაგალითად ორი ტიპის ლანჩბოქსია საუბარი, ერთის შემთხვევაში არის ერთი სენდვიჩი, შოკოლადი და გამაგრილებელი სასმელი და მეორე ტიპის ლანჩბოქსი გულისხმობს 2 სენდვიჩს, შოკოლადს და გამაგრილებელ სასმელს. პირველი შემთხვევაში ღირებულებად მითითებულია 8 ლარი და 85 თეთრი, მეორე ლანჩბოქსის უფრო დიდი ლანჩბოქსის შემთხვევაში 11 ლარი და 95 თეთრი. აი ეს არის ტენდერის დეტალები. ეს ტენდერი ჩაშლილია და როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, ამ ტენდერის ჩაშლის შემდეგ უკვე პირდაპირ შესყიდვის წესით იმოქმედა ძალოვანმა უწყებამ. იმუშავა საზოგადოებრივმა აზრმა სასიკეთოდ და ამ კომპანიამ სავარაუდოდ ნახა გამოსაძრომი ტექნიკური საშუალება, რომ ეს გარანტია უბრალოდ არ წარედგინა და არ წარდგენის შემთხვევაში მიიღო დისკვალიფიკაცია. მას რომ ტენდერზე უარი ეთქვა, აი ესე პირდაპირ მისულიყო და ეთქვა, რომ ამ ტენდერში გავიმარჯვე, მაგრამ მონაწილეობას არ ვღებულობ. არაკეთილსინდისიერი ქმედებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო შეეძლო, რომ ეს კომპანია გაეშავებინა, ანუ შეიყვანა შავ სიაში და ერთი წლის განმავლობაში ვერაფერს ვერ გააკეთებდა სახელმწიფო ტენდერებში. მაგრამ ეს იყო გზა, ტექნიკური საშუალება, არ წარედგინა საგარანტიო თანხა, ხელშეკრულების საგარანტიო თანხა, რომელიც მოიცავდა მთლიანი თანხის 5% დაახლოებით და მისცემდნენ დისკვალიფიკაციას. ეს ტენდერი არის უკვე ჩავარდნილი. ეხლა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება ერთადერთი გზა, ეს არის გადაუდებელი აუცილებლობით ყიდვა ამ ყველაფრით. გადაუდებელი აუცილებლობით როდესაც ყიდულობს, ეს კანონმდებლობით არ არის საიდუმლო. უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვეყნებს, კანონს არღვევს. ორი მომენტის გამო იმალება ეს ხელშეკრულებები. ერთი ეს არის კორუფცია და ფულის შოვნის დაუოკებელი სურვილი, რომელიც ყველა ტენდერში, ყველა ხელშეკრულებაში იკითხება ქართული ოცნების პირობებში და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების უმკაცრესი და უმძიმესი რეაქცია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აქ ბიზნესი ფულს შოულობს ბიუჯეტიდან ამ საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებიდან იმის ხარჯზე, რომ თანამოქალაქეებს ვიღაცა დანაშაულებრივად თავს ესხმის, მის ჯანმრთელობას აზიანებს და რაც თავარია აფერხებს ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას, განვითარებას და დასავლეთისკენ წასვლას. როგორც მოისმინეთ, კორუფციის საკითხებზე მომუშავე ჩვენი რესპონდენტების მხრიდან ისინი ვარაუდობენ, რომ საზოგადოების აზრმა იქონია გავლენა კვების აი ამ კომპანიაზე, რომელმაც ბოლო მომენტში გადაიფიქრა პოლიციის და სპეცრაზმის გამოკვება, რომელიც მუშაობს აქციაზე და აკავებს და ასევე ფიზიკურად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს. ეს არ არის პირველი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კვების ტენდერის გამოცხადების ჩაშლისა. რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ასევე რამდენიმე კვირის
დღის წინ ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ნოემბრის თვეში გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი არათუ ჩაიშალა, არამედ ვერ შედგა, რადგან ამ შემთხვევაში არც ერთმა პრეტენდენტმა, არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა ტენდერში მონაწილეობის მიღება და ვერ შედგა ეს ტენდერი. ამის შემდეგ უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს უკვე და მიმართავს პირდაპირ შესყიდვების წესს და ამავე მედია ორგანიზაციის გამოთვლით 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩის დემონსტრაციების პარალელურად აი ამ პროცესებში მონაწილე პოლიციელების და სპეცრაზმელებისთვის მხოლოდ კვებისთვის დახარჯული არის დაახლოებით 1,5 მილიონ ლარზე მეტი.